დასაქმების აგენტები უკვე საქართველოს 25 ქალაქში მუშაობენ და უმუშევართა ბაზას ადგენენ. ისინი აღრიცხავენ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დასაქმება სურს. ერთ-ერთ ოჯახს ვაზისუბნის დასახლებაში პრემიერ-მინისტრმა პირადად გააცნო პროგრამის დეტალები და მათ ანკეტის შევსებაშიც დაეხმარა. ელექტრონულ ბაზაში დაფიქსირებული იქნება ის სამუშაო, რომლის შესრულებაც მოქალაქეს სურს და შესაბამისი ვაკანსიის გამოჩენის შემთხვევაში ის სპეციალურ შეტყობინებას ავტომატურად მიიღებს. ჩვენ მინდა მონაცემთა ბაზა ავიღოთ, რომ რა გავიგოთ, ჯერ ერთი რომელი პროფესიის ადამიანი ვერ შეულებენ სამსახურს, ვიცოდეთ. რა ასაკის ადამიანი ვერ შეულებენ. გეოგრაფიულად როგორ არის გადანაწილებული ეს და შემდეგ შევისწავლოთ რა ტიპის პროფესიებზეა მოთხოვნა, რა ასაკზე და ასე შემდეგ. და ჩვენ მოვახდინოთ ჩვენი რესურსების დახარჯვა ისე, რომ ყველაზე ძალიან ვისაც უჭირს სამსახურის შეუნა, იმას უნდა დავეხმაროთ პირველ რიგში. ყველაზე მეტად უჭირს საშუალო ასაკის ადამიანს და ხარშესულ ადამიანებს, თქვა 45 წლის ასაკის შემდეგ გარკვეული ტიპის პროფესიებზე თუ მოთხოვნა, ასე ვთქვათ, არ არის, მაშინ სწორედ ამ ადამიანებს უნდა შევთავაზოთ ყოველი სკოლისა და დავგეგმოთ და გავაკეთოთ გადამზადების კურსები სწორედ მათთვის, რომ მათ მოვეხმაროთ სამსახურის პოვნაში. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში არის ვაკანსიები და ამის შესახებ ადამიანმა არ იციან. ამიტომ ჩვენ გვინდა სპეციალური პროგრამა გავაკეთოთ, რომლის მეშვეობით თქვენ ავტომატურად მიიღებთ შეტყობინებას, რომ თქვათ, აი თქვენს მეზობლად გამოჩნდა ვაკანსია და სწორედ არ არის გამორიცხული თქვენთვის არის ეს, ასე ვთქვათ, ხელსაყრელი, როგორც თქვენთვის, ისევე შემკვეთისთვის, რომ თქვენ მათთან იმუშაოთ, იმიტომ რომ თქვენი წარსული გამოცდილება, თქვენი საცხოვრებელი ადგილი ყველაზე ხელსაყრელი ამ სამუშაო ადგილისათვის. ანუ ჩვენ ახლა ვართ პროცესში, რომ მთელი ეს ინფორმაცია შევაგროვოთ, შევიტანოთ ეს პროგრამა კომპიუტერში და შემდეგ ამ ინფორმაციას საფუძველზე ჩვენ უკვე გვექნება ზოგადი წარმოდგენა და სწორედ ყველაზე მეტად ვისაც უჭირს სამსახურის შევნა, სწორედ მათზე გავაკეთებთ თავარ აქცენტს, რომ ყველაზე მეტი ფული გადამზადებაში დავხარჯოთ ამ ასაკის ადამიანებში და გეოგრაფიულადაც აი სად უჭირს. საცხოვრებელი ადგილი ხშირად განსაზღვრავს უპირატესობას ახლა. აქვე თუ საწარმო რაღაც კეთდება, რაღაც ოფისი იხსნება, მაღაზია კეთდება, რესტორანი კეთდება, კაფე კეთდება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, უპირატესობა აქვს ცხოვრება ადამიანს, იმიტომ რომ მას ნაკლები ჭირდება ტრანსპორტის ხარჯები, უფრო ნაკლები დანახარჯია დრო ტრანსპორტში და ასე შემდეგ და ასე. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ამას თუ შევავსებთ ყველაფერს. და ეს გვინდა რომ ჩვენ თვენახევარში დავასრულოთ, ეს პროგრამას გავაკეთებთ და ყველა ადამიანს ექნება ეგრეთ წოდებული თავისი ელექტრონული მისამართი. რომელიც შეიძლება შევიდეს ინტერნეტიდანაც, შევიდეს შეიძლება ქუჩაში და გება ფეიბოქსები როა. ეს რა თქმა უნდა უფასო იქნება, შედის და ნახულობს მის მიერ მოთხოვნილ პროფესიაზე, თქვათ, იმ რეგიონში, რომელშიც მან სურვილი გამოთქმა, არის თუ არა მოთხოვნა. ვაკანსია გამოჩნდა, ავტომატურად ქეგებდოთ ელექტრონულ შეტყობინებას. სამი პროფესია ავირჩიე მე თვითონ პირადად, სადაც მიუნიშნე, ეს არის იურიდიულის, სასურსათო და მენეჯერული. რის განამზადების შემდეგაც შეიძლება რომ ადამიანი დასაქმდეს. საინტერესო არის ძალიან, იმიტომ რომ დიდი არჩევანია შეგნით ჩამონათვალში და ადამიანს აქვს იმის საშუალება რომ აირჩიოს პროფესია. ეს ხალხი არის მზად იმისთვის რომ ჩაერთოს საზოგადოების შრომაში, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ მათი იმედები არ გავაცვლოთ. ეს შექმნილი ბაზა რეალურად მოგცემს იმის საფუძველს რომ გავიგოთ და მივხვდეთ იმას რა მიმართულებით უნდა წავიდეთ. ყოველ შემთხვევაში პირველი ნაბიჯები აბსოლუტურად სწორია. დღეიდან უკვე აქტიურ ფაზაში გადავიდა სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამა. ქვეყნის მასშტაბით 25 დიდი ქალაქის ყველა მაცხოვრებლის ოჯახში შევა ჩვენი დასაქმების აგენტი, სადაც შეივსება პერსონალური მონაცემები თითოეულ მაცხოვრებელზე, თითოეულ სამუშაოს მაძიებელზე, შეივსება მათი კვალიფიკაციისა და მათი განათლების შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც აისახება შემდეგ მონაცემთა ერთიან ბაზაში, რაც გადაეცემა დასაქმების სამინისტროს, რომლებიც იზრუნებენ თითოეული ამ მაცხოვრებლების, ამ ადამიანების შესაბამისი კვალიფიკაციით ვაკანსიების მოძებნაზე.